როგორ იყო გიორგი ჯუწენიძე სანამ დაიბადებოდა ანიტა. ამაზე მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვაპარაკობ ხოლმე და რატომ იყო ზოგადად საინტერესო ცხოვრება ვერ ხვდები. აი მართლა. ვისაც შვილი ყავს, ყველა დამეთანხმება, რომ მის ცხოვრებას აზრი მიეცა შვილის დაბადების შემდეგ. ამიტომ თათ ეხა არ ვიტყვი ჩემი ცხოვრება უაზრობა იყო მანამდე, მაგრამ ბევრად ალბათ ერთი 1000-ჯერ უფრო აზრიანია ცხოვრება აი ამ ადამიანთან. სამზარეულოში ვიყავი, რაღაცას ვაკეთებდი საჭმელს და უკნიდან მოვიდა და ჩამჩეშულა ჩემო მეუღლემ რომ დავსუათ და რა თქმა უნდა საოცარი დაუწყარი ემოცია იყო. მაგრამ მაინც არ ვიცოდი თუმე რა ხდება ბედნიერება მივიდა წინ. თვითონ რას ფიქრობს ეს ძალიან მაინტერესებს. მშობიარობის პროცესს დავესწარი, ვერ გული მისდის და მე მომითა რომ აი არ დაესწრო ძალიან რაღაც ექსტრემალური სიტუაცია. მართლა ძალიან დიდი ექშენი ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა. მიუხედავად მაგისა, კიდევ ვფიქრობ რომ გარეთ რო ყოფილიყავი ალბათ ბევრად მეტად მინერვიულები, იქ ყველაფერს ხედავ და მე დაიბადე, მოკიდაპირ დამინახე. ხო ვიხარდა. თანამედროვე მშობლების ყველაზე დიდი პრობლემა არის ოჯახის შენახვა. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს იმის ფუფუნება, რომ სახლში იყოს ყოველთვის ბავშვთან ერთად. ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ სამსახური სადაც მუშაობ, გარდა ჩემი მუსიკალური მოღვაწეობისა, ონლაინ მიწევს და ანიტას დაბადებიდან სახლში ვარ ჩემი მეუღლესთან ერთად და ყოველი მისი ნაბიჯი ვნახე, ანუ პირველი გაღიმებაც, დედა, როცა თქვა, პირველად როცა მამა თქვა, ყველაფერს დავესწარი აბსოლუტურად. აი ანი ტუნტულ, აი ესე უმღერი და გიждდება ამაზე რა მოკლედ. ხო მამ? ანი ტუტულ. უმღერი ხომ ტაშს უკრავს რა. ერთხელაც გამე მაღუძებს 4 საათზე და ვიანს ძინავს ჩემი მეუღლეს და ტაშში იკრავს რომ უმღერო, გავის 4 საათს. იცი რა ისავა? კართან მიდის და დგება კართან, რომ გაიყვანო უკვე გარეთ. მე გემჩოს. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი, რომ დავეხმარო, რა თქმა უნდა, მაინც უფრო მიარი რა ჩემი მეუღლე ძირითადი აქტიური რგოლია, ანუ ანიტას გაზდაში, მაგრამ საჭმელის გაკეთება, წულწulis გარეცხვა, ხანის აკეთებს ხანმე და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ყველა უნდა ეცადოს, იმიტომ რომ ეს ერთობას ქმნის და რაღაც საინტერესო ოჯახის ისტორიას აყალიბებს. ოჯახის უფროსი არის ალბათ ოჯახში მთავარი ადამიანი, ხო მაგას ნიშნავს. და ოჯახში მთავარი ადამიანი ხა, ვისაც პატარა ყავს და მეტაყვება რომ შვილი არის რა. როგორც ანიტას უნდა ისე ხდება ყველაფერი. და მე წინააღმდეგი არ ვარ რომ ყოველთვის ეგრე იყოს. მამამ, ნახე. შეხედი მამ. ანიტა რო დაიბადა, რამოდენიმე ადამიანმა გითხრა რომ არაუშავს რომ დაიბადა. ზოგ ადამიანს მართლა აქვს ხა ეგ პრობლემა რეალურად. და მაგას სერიოზულად არც უყურებ, რასაკეთებს ხო არ იძღანება. ტრანჭიან. პროფესიული არჩევანი ალბათ ძალიან ადრეა ჯერ იმ ასაკში რა ასაკში ჩვენ გვიწევს ზოგადად არჩევანის გაკეთება. ძნელია რომ რაღაც გინდოდეს ძალიან მაგრად ადამიანს, მაგრამ თუ რაღაცა მოეწონება და რაღაც შეუყვარდება და იტყვის რომ ეს არის ის რაც მე მინდა ვაკეთო, თავისი ანუ ყველანაირად ვერში დაუდგები და ყველაფერს ვიზავ იმისთვის რომ გააკეთოს ის რაც მინდა. რაღაცინე ეს ვა. ამას რა დროს აკეთებს იცი? როცაერიდება. სახლში ესე არასდროს არ მოგადეს თავს. მიუხედავად იმისა რომ 30 წლის ვარ და ჩემი შვილი სულ რაღაც 10 თვის არის. ბოლო 10 თვე იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი. ეს ახალი გაკვირვების ისაა. ამაზე არავის არ ჭირდება ჭუის დარიგება, მაგრამ ეცადეთ რომ ყველაზე დიდი დრო გაატაროთ თქვენ შვილებთან ერთად. არის ხალხა ბარდოვია. ამ გადაცემას ალბათ ხა ჩემი მშობლების ნახავდი და რომ თქვა რომ ძალიან 7 და წყალი ბავშვი ვიყავი თქო ძალიან დიდი ტყუილი გამომივიდა მაწაკს მეძახდა ძალიან ბევრი ხო და რანახარ მეც მეძახი ხოლმე და მაწაკ გიორგის ცელქოს მაგრამ მე მგონი ფაქტი ისეთი ცელქით არ არის აი მამა შეხვედრა კარგად მახსოვს მაგრამ მენატრებოდა ხოლმე გულის ფანცხალი გეოდებოდი ხოლმე ანიკასაც რო ექნება ეგ განცდები წინ ძალიან ბევრი ძალიან დიდი ბედნიერება გეოდება ხო მამ